სოციალურ ქსელში სოლიდარობას უცხადებენ მწერალს ბექა ქურხულს, რომელსაც სასამართლომ 8 დღით თავისუფლება აღუკვეთა. მას ბრალად ედება შეკრება მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა. საქართველოს პენცენტრმა და ასევე საქართველოს წიგნის ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ამასთან დაკავშირებით. განცხადებაში ვკითხულობთ ასევე ბექა ქურხულის სიტყვას სასამართლოზე. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ არც ერთი წამით. ვადასტურებ, რომ პროტესტში აქტიურად მონაწილეობ. 15 დღეს მომისჯიან თუ 15 თვეს, ჩემთვის მთავარია ღირსება და როგორ შევხედავ თვალებში ჩემს მეგობრებს და ჩემს ხალხს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. თქვა მან სასამართლო პროცესზე. ბექა ქურხული ცნობილი პროზაიკოსი და სამხედრო რეპორტიორია. არის მოთხრობების რამდენიმე კრებულის და რომანების ავტორი. მიღებული აქვს პრემიები საბა და თავისუფალი ლიტერა. მუშაობდა დილის გაზეთში, რეპორტაჟებს აქვეყნებდა ცხელი წერტილებიდან და კონფლიქტური რეგიონებიდან. აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე ნატოს ბაზიდან ავღანეთში. მისი ბოლო რომანი უკრაინული დღეები ომის დღიურია, რომელიც უკრაინაში ყოფნის შემდეგ დაწერა. პანსაქართლო და საქართველოს წიგნის ასოციაცია სოლიდარობას უცხადებენ ბექა ქურხულს და ყველა დაკავებულს და მოითხოვენ მათ უპირობო და სწრაფ გათავისუფლებას. ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებული არის Facebook-ზე. ასევე პოსტს აქვეყნებს გამოცემლობა ინტელექტი Facebook-ზე. მე წაგკითხავთ მას ჩვენი ავტორის ბექა ქურხულის რომანებში, მოთხრობებსა და კონფლიქტური რეგიონებიდან დაწერილ რეპორტაჟებში ასახულია თავისუფალი ადამიანისა და ქვეყნების ბრძოლა აგრესორთა წინააღმდეგ. ესაა ბექას როგორც მწერლის და მოქალაქის მრწამსი. არ შეეგუოს უკანონობას და ბოლომდე იბრძოლოს სამართლიანობისთვის, ერთიანი საქართველოსთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ უსამართლოდ დაპატიმრებულ ჩვენს ავტორს და მიგვაჩნია უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი, რომლის წინააღმდეგაც რეპრესიულმა მანქანამ ახალი უსამართლო კანონები ამუშავა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლთა გამარჯვებით დასრულდება. თავისუფლება ბექა ქურხულს. ვკითხულობთ გამოცემლობა ინტელექტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში სოციალურ ქსელ Facebook-ზე, ასევე გამოცემლთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გვანცა ჯობავამაც გამოაქვეყნა Facebook-ზე სტატუსი. საკმაოდ ვრცელი სტატუსი. მე წაგკითხავთ ამ სტატუსის ნაწილს შესაძლოა ვინმე მიფიქროს, რომ ამ ჩვენს აპოკალიფსში 8 დღიანი სასჯელი მაინც შვება სხვა უდრო მძიმე სასჯელებთან შედარებით, მით უფრო რომ ბექას სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინის ომში მრავალჯერ გამოგრძმედილს, რა თქმა უნდა, ამით ვერავინ შეაშინებს, მაგრამ გმირია თითოეული ადამიანი, რომელიც აცნობიერებს რას და რამდენს რისკავს და ამაზე მაინც დაუფიქრებლად მიდის სამშობლოსთვის, თავისუფლებას თმობს თავისუფლებისთვის. ამბობს გვანცა ჯობავა Facebook-ზე. ასევე გიორგი კეკელიძე, წიგნების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს სტატუსს: დაპატიმრებული მწერალი ბექა ქურხული ჩემი მეგობარია. ამ გზით სიარული თითო ადამიანზე, თითო დაპატიმრებულ მეგობარს იგულისხმებს აწი. წერს ის Facebook-ზე და ასევე მწერალი ზვიად კვარაცხელია და გამოცემლობა ინტელექტის მთავარი რედაქტორი, ასევე ციტირებს ბექა ქურხულის სიტყვას სასამართლოზე. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 8 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ბექა ქურხულს. ბრძოლა ბოლომდე გავიმარჯვებთ, წერს ზვიად კვარაცხელია Facebook გვერდზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი. აქედან სამართალდამღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.